მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციის შედეგად დაკავებულია რიგი მოქალაქე, რომელსაც აა, მიიჩნევს აზერბაიჯანი, რომ ეს არიან ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის წევრები ან მათთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც გეგმავდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს მათი შეფასებით და ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, როგორიც არის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც იცით, რომ ამარაგებს ძირითადად სწორედ ისრაელს და ისრაელი 30% საკუთარი ნავთობის იღებს სწორედ აი ამ ნავთობსადენიდან. ამავდროულად აზერბაიჯანის მტკიცებით სამიზნეები იყო ამ ჯგუფის ისრაელის საელჩო, ებრაული თემის ლიდერები და სინაგოგა. ჩატარებული არის სპეციალური ოპერაცია და ეს სპეციალური ოპერაცია უკვე მოდის იმის შემდეგ, რაც საკმაოდ დაიძაბა ირანის და აზერბაიჯანის ურთიერთობები ნახჩევანში დრონის თავდასხმის შედეგად. 4 დრონი, საიდანაც 3 ჩამოვარდა და 1 ჩამოაგდეს. და იცით, რომ აეროპორტი და აეროპორტთან ახლოს სკოლასთან ასევე დაეცა. შესაბამისად, ეს და გამწვავება საკმაოდ სერიოზული მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სერიოზული განცხადებები ილჰამ ალიევის, რაც გულისხმობდა ამის ტერორისტულ აქტად შეფასებას ამ მოვლენის, ამ ქმედების ირანიდან, ამავდროულად იქ გაჩნდა 1000 სცენარი და ეჭვი თუ რა მოვლენებთან გვაქვს ზოგადად საქმე, რა შეიძლება მომხდარიყო და ამაზე ახლა ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ თავად აი ამ ქსელის აღმოჩენაც ან დიდი ალბათობით მანამდე არის აღმოჩენილი და დაკავებაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესკალაციის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების და ვითარების, რომელიც ისედაც საკმაოდ დაძაბულია იმის შემდეგ, რაც გუშინ აზერბაიჯანმა ჩაკეტა საჰაერო სივრცე სამხრეთ ნაწილში, ჩაკეტა საზღვარი ტვირთების გადაზიდვისთვის ირანის მიმართულებით და საპირისპირო მიმართულებით ირანიდან და ამავდროულად გამოიწვია მთლიანად საკუთარი დიპლომატიური კორპუსი ირანიდან. ზოგადად ესეთი ქმედებები ხდება ხოლმე საომარი მოქმედებების მოლოდინის ვითარებაში და მოლოდინი ნამდვილად არსებობს გარკვეულწილად, იმიტომ რომ აზერბაიჯანულ მედიაში ანალიტიკურ წრეებში, ვინც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დაკავშირებული არიან ილჰამ ალიევის აი ამ ხელისუფლებასთან ამავდროულად აზერბაიჯანში, ანუ სამთავრობო არხები არიან ძირითადად სამთავრობო პოზიციას გვამცნობენ, ბევრი საინტერესო განცხადება ჟღერს და ამას თქვენთან ერთად ახლა დეტალურად განვიხილავთ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და ასევე გთხოვთ, რომ აუცილებლად ხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას ამ ვიდეოს დალაიქების მეშვეობით, მოწონების, ანუ დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, რაც ძალიან ასევე მნიშვნელოვანია და შეგიძლიათ გაწევრიანდეთ არხზე, გახდეთ არხის წევრი და ამით მიიღოთ შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ანალიზის ნახვის, ეს ასეთი YouTube-ის განსაკუთრებული შესაძლებლობა არის. შემდგომ უკვე გადავალთ, რა თქმა უნდა, თავად თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქურთების მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები, ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არის რიგი სიახლე ცოტა უფრო გლობალურ კონტექსტში, ცხადია ვიდეოს განმავლობაში ასევე განვიხილავ ამ მომენტისთვის არსებულ ვითარებას ბრძოლის ველზე, ანუ ირანში, აი ამ რეგიონში, ისრაელში რა ხდება, ასე რომ საინტერესო ანალიზი გველოდება წინ. დავიწყოთ პირველ რიგში სწორედ აზერბაიჯანის თემით. ეს დაკავება პრინციპში გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეც მქონდა ნათქვამი
ჩემს მათ შორის ანალიზში, რომელიც არხზეც არის ხელმისაწვდომი, ისე როგორც ინტერვიუებში სხვადასხვა მედია საშუალებისთვის, რომ ალბათობა იმისა, რომ გარკვეული პროვოკაცია შეიძლება მოხდეს ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით, არის მაღალი და ამის მიზეზი არის საკმაოდ მარტივი სინამდვილეში, რადგანაც ირანმა განაცხადა, რომ აპირებენ ქმედებებს კონკრეტულად იმ მიმართულებით ნავთობის მიწოდების, რაც მიდის ისრაელისკენ. და აქ, რა თქმა უნდა, მარტო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არ არის, არის სხვა ასევე ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, გემებით მათ შორის საშუალებები და შესაბამისად ამას მიზანი აქვს, რომ ისრაელის ლოგისტიკურ და ენერგეტიკული პრობლემები შეუქმნას. აქედან გამომდინარე იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არც თუ ისე შორს არის რეალურად, საკმაოდ ახლოს არის ირანთან, ერთ საზღვარს არ გულისხმობ, ერთობლივი საზღვარი, ხო? გარდა ამისა, ნებისმიერი ქმედებებისთვისაც ხელმისაწვდომია, ხო? აქ ფიზიკურ სიახლოვეებზე არ საუბრობ, მარტო ხელმისაწვდომობაზე და ეს გამომდინარეობს მათ შორის იქედან, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა არის შიიტი. მართალია, რელიგიურ დონეზე იქ რელიგიას ძალიან მცირე როლი აქვს საზოგადოების ცხოვრებაში. მართალია, ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ თურქეთთან კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა რელიგიური კავშირი ირანთან, მაგრამ არსებობს საზოგადოებაში ნაწილი, რომელიც სწორედ შიიტური რელიგიის კონტექსტში უყურებს პროცესებს და ამ კონტექსტში ცხადია მთავარი როლი გააჩნია ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომელიც შიიტური არა მხოლოდ ცენტრი არის რელიგიის, არამედ პოლიტიკური გაგებით შიიზმი აქვს გადაყვანილი, ასე ვთქვათ, სწორედ პოლიტიკურ იდეოლოგიაში და იყენებს როგორც პოლიტიკურ ხერხს. სწორედ აქედან გამომდინარე, არ არის, ესე იგი, უცნაური და არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არიან მოქალაქეები, აზერბაიჯანის მოქალაქეები, ვინც, ასე ვთქვათ, დაკავშირებულია სწორედ ირანთან და შესაძლოა აღმოჩენილიყო ირანის, ასე ვთქვათ, ქსელში, სადაზვერვო ქსელში, მათ შორის და ვისთვისაც იდეოლოგიურად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არის მტრული პროექტი, მათი წარმოდგენით, იმ გაგებით, რომ ისრაელს ეხმარება, ისრაელის საელჩო აზერბაიჯანში ასევე პრობლემა არის, იმიტომ რომ იცით, რომ ირანი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას, თვლის, რომ უნდა განადგურდეს ეს სახელმწიფო საერთოდ, ხო? და ამავდროულად ებრაულ თემის მიმართულებით თავდასხმად შეიძლება სწორედ აი ანტისემიტიზმის კონკრეტული გამოვლინებაც იყოს. ცხადია, რომ აზერბაიჯანელს ებრაელებს არანაირი როლი აი ამ კონფლიქტში ახლა არ აქვთ, აზერბაიჯანში მცხოვრებ ებრაელებს გულისხმობ, მაგრამ ეს ფაქტორები აშკარა არის. შესაბამისად, რისკები რომ სერიოზულია, ეს ნათელია, ფაქტია და მე არ მიკვირს, რომ ასეთი ქსელი იყო აღმოჩენილი, პირიქით ანალიზშიც ვამბობდით, რომ შესაძლოა ასეთი დივერსიები იყოს. ცალკე საკითხი არის, რომ რისკები საქართველოს ტერიტორიის მიმართაც არსებობს, ბუნებრივად, მარტივი მიზეზის გამო, ხო, მივყვეთ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გადის ასევე თბილისზეც, ანუ საქართველოსზეც, ისრაელის საელჩო აქაც გვაქვს, ებრაული თემი აქაც არის და შიიტური გავლენა საქართველოზე ასევე არსებობს. სულ მცირე, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აზერბაიჯანელების ნაწილი მაინც, დიდი ნაწილი, არის შიიტური რელიგიის და იქ გავლენა არის არა მხოლოდ აზერბაიჯანის აი ამ კონტექსტში, ესე იგი გულისხმობ, იქ სამმართველო რაც აქვთ მაგალითად ბაქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველო და ასე შემდეგ, არამედ არის შიიზმის კუთხით სწორედ ირანში ასეთი კავშირები ბუნებრივად, საკმაოდ ლოგიკურად და ეს რისკები არის საკმაოდ თვალსაჩინო. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ მტრები ეძებოს არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში, არამედ საერთოდ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც აჟღავნებს იმ საკითხს, რომ აქ რისკები არსებობს, თავად რისკებს მიხედოს და აქედან გამომდინარე არანაირი პრობლემა საერთოდ არ იქნება, იმიტომ რომ რისკების მითითება არ ზრდის რისკების
ალბათობას პირიქით ამცირებს გარკვეულწილად, ხო? ეხლა, როდესაც სხვადასხვა რისკზე შეიძლება ისაუბრო, ამაზე გვისაუბრია მათ შორის, ეს მხოლოდ ხელს უწყობს. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამ შემთხვევაში რისკებზე იმუშავებს და არა იმაზე, რომ ჩაახშოს ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმა, რომ რაღაც რისკები არსებობს. თუ არაფერი მოხდება ამ მიმართულებით და პრევენციას მოახდენს, ისევ ქართულ ოცნებას ექნება ქულა, ასე ვთქვათ, ამის გამო, რომ ეფექტურად შეძლეს და შესაბამისად, სწორედ ქართული ოცნების თვის მათ შორის დახმარებაც გამოდის ნებისმიერ რისკებზე საუბარი, რომ უკეთ გამოავლინონ და რეაგირება მოახდინონ ამ ყველაფერზე. ასე რომ აქ აი აზერბაიჯანის მაგალითიც ფაქტია, ხომ? აზერბაიჯანი ვიცით, რომ საკმაოდ ეფექტური ესე იგი სისტემები აქვს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის იქ მმართველობის სისტემა როგორიც არის და შესაბამისად თუ აზერბაიჯანში არსებობს ეს საფრთხეები, ეს საფრთხეები არ არის გამორიცხული იყოს საქართველოში, თურქეთში, იყოს სხვა ქვეყნებში, ასევე რეგიონის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. შემდეგი მომენტი, რა თქმა უნდა, არის გეოპოლიტიკური. ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით იმაზე, რომ ესკალაცია აზერბაიჯანსა და ირანს შორის პრინციპში გრძელდება და ilham aliyev-ის გზავნილი, რომ საბრძოლო ვითარებაში, ანუ მდგომარეობაში არის გადაყვანილი ჯარი, როგორც ვიცით, გარკვეული მობილიზაციაც ხდება, ეს სიტყვა გამოიყენეს და რეზერვის წევრები ვინც არიან, მათი მობილიზება ხდება ასევე შეიარაღებულ ძალებში. ანუ აშკარად აზერბაიჯანი ემზადება გარკვეული შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. ცხადია, აზერბაიჯანი გარკვეულწილად მზად არის ამ მოვლენებისთვის. პირველი ეს არის სადაზვერვო მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა ისრაელთან დასავლეთთან, რაც ჩვენთან ჩემი შეფასებით და კონკრეტულად სპეციალისტების ამ დარგის შეფასებით არის დაზიანებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ლიკვიდაციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეყვანის შემდეგ, ანუ კავშირები, ყოფილი თანამშრომლები, მაღალჩინოსნები ამ სამსახურის საჯაროდ ამბობენ, რომ კავშირები დიდი ალბათობით დაზიანებულია დასავლეთთან ამ კუთხით, შესაბამისად ესეც რისკებს მატებს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, იგივე აზერბაიჯანსაც ინფორმაცია სწორედ დასავლეთიდან მიაწოდეს გარკვეულ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. მეორე თემა მნიშვნელოვანი ეს არის სამხრეთ აზერბაიჯანის თემა, რომელიც გრძელდება აზერბაიჯანულ მედიაველში, ნახჭევანში ამ თავდასხმის შემდეგ ვრცელდება კონკრეტული საკითხი, რომ სამხრეთ აზერბაიჯანის თემა უნდა გახდეს დღის წესრიგში და ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში სეპარატისტული გარკვეული პროცესები, ნაბიჯები მიმართულებით აშკარად იკვეთება პრინციპში და ეს იქ იცით, რომ ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თურქი და ხო, რას ვამბობ აზერბაიჯანელი თურქი გამმარტავ უკეთ, თავის თავს უწოდებენ აზერი ზოგადად, ვიღაცები ამბობენ, რომ აზერბაიჯანელებსა და აზერის შორის განსხვავებაა. განსხვავება არის იმ კუთხით, რომ ესენი უფრო ირანულ საზოგადოებაში არიან ინტეგრირებული, თავს აკავშირებენ სწორედ ირანის სახელმწიფოსთან ნაწილობრივ, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპში უკავშირდება იმას, რომ აქ ამ კონტექსტში პრინციპში საკმაოდ მნიშვნელოვანია ესეც ითქვას, რომ ნაწილი თავს აკავშირებს აზერბაიჯანთან, ნაწილი კი თურქეთთან. მაგრამ თვითონ არიან თურქულენოვანი და ამ კონტექსტში ჩდება, რა თქმა უნდა, ასეთი პროცესი სამხრეთ აზერბაიჯანის და ეს პროცესი გაგრძელდება სავარაუდოდ. ამაზე ახლა ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალურად, რადგანაც ქურთებზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა და ესეც კავშირში არის აი ამ მოვლენებთან. რას გულისხმობ კონკრეტულად ამ მიმართულებით? გეტყვით, რომ ბოლო ინფორმაციით პეშმერგა, ქურთების შეიარაღებული ძალები, რომლებიც ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე არიან განლაგებული, უკან დახევაზე არის საუბარი საზღვრიდან. ანუ სავარაუდოდ ის პროექტი, რაზეც საუბრობდით, სულ მცირე ან გადადებული არის, ან სულ მცირე გარკვეულწილად ქმნიან ასეთ ინფორმაციურ ველს, რომ გადადებულია და უკან დაიხიეს გარკვეული მიმართულებებით ერაყის ქურთისტანის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით საზღვრიდან. რატომ?
ირანმა მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა გუშინწინ ერაყის ქურთისტანზე, მათ შორის ერბილში, დედაქალაქში ერაყის ქურთისტანის არის დარტყმები დრონების, ოღონდ არ მოდის ეს ირანიდან, საინტერესოა, ერაყიდან თვითონ იმ ტერიტორიიდან შიიტური დაჯგუფებები პროირანული აი ამ დრონების დარტყმებს ახორციელებენ სწორედ ერბილში. მოსულში ამერიკული ვერტმფრენის მიმართულებით იყო დარტყმის მცდელობა. სასაზღვრო ზონებში ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით ახორციელებს დარტყმებს კონკრეტულად ირანი და შესაბამისად ქურთული ძალები ამ მომენტისთვის, როგორც ვიცით, ანუ უკან იხევენ და ანუ აღარ აპირებენ ამ მომენტისთვის სულ მცირე თავდასხმის დაწყებას ირანის ტერიტორიაზე. ანუ ირანი ცდილობს პრევენციას აი ამ ტერიტორიული დაშლის და ეთნიკური კონფლიქტების და ერთი მიმართულება მთავარი არიან ქურთები. მეორე მიმართულება აქ არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ აზერბაიჯანის თემა, აზერბაიჯანელების და აქ ჩვენ ვხედავთ ნამდვილად ასევე მოვლენებს, ხო? ეს ქსელის დაკავებაც არის ესკალაციისკენ ნაბიჯი, თვითონ ქსელის არსებობაც, მაგრამ დაკავებაც მათ შორის და შეგვიძლია თქვათ, რომ ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობები არის ძალიან დაძაბული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰուն ბაირამოვი ახლა იმყოფება თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს, სავარაუდოდ კოორდინაცია ხდება ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის კუთხით და თურქეთის მიერ ბუფერული ზონის შექმნის პროცესთან ერთად, რომელიც ქურთული საფრთხის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო, თუ რამე, აი ის წერან რომ ამბობდი ახლავე რომ ვთქვი, რომ ქურთები აპირებენ გარკვეული სეპარატისტული პროცესების დაწყებას ირანის ტერიტორიაზე, ამისგან თავის დასაცავად წყალებში, მოდი ასე ვთქვათ, საბაბით, მიზეზითაც, მაგრამ უფრო საბაბით თურქეთი აპირებს ბუფერული ზონის შექმნას. ეს დღის წესრიგი არსებობს. მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ვნახავთ. და აზერბაიჯანმა შეიძლება მიმართოს სამხედრო მოქმედებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი შეიძლება ხმელეთით გაერთიანდნენ სამხრეთ აზერბაიჯანად წოდებული ამ რეგიონის ტერიტორიაზე, რომელიც თავად ირანში არის წოდებული დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციები. ეს არის, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი აჰვაზის რეგიონში ამ მომენტისთვის, ანუ არაბებით დასახლებულ რეგიონში ირანის ვითარება მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ იქაც იყო გარკვეული სეპარატისტული პროცესები, სწორედ ამიტომ შეგვიძლია თქვათ, რომ ერთი მხრივ აზერბაიჯანის მიმართ ეს ქმედებები ირანის არის ლოგიკური მისი პოლიტიკი და გამომდინარე, ახლა ამდენ ქვეყანას რო ბომბავს, ხო? რამდენი ქვეყანა დაბომბა? საამიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ომანი, ერაყი, სირია, იორდანია, ისრაელი ცხადია, კიპროსი. ხო და ამის ფონზე აზერბაიჯანის მიმართულებით პროცესები განსაკუთრებით და თურქეთი ხო კიდე თურქეთის გავლით სულ მცირე განსაკუთრებით უცნაური ცხადი არ არის. შესაბამისად ესკალაციის პირობებში საინტერესო რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მზად არიან ქმედებებისთვის და ამასაც ვხედავთ. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი კონკრეტული დეტალი მნიშვნელოვანი, რომ ბუნებრივია ირანს არ მოუნდებოდა მაგალითად იგივე ბაქო თბილისი ჯეიჰანის ან საელჩოს მიმართულებით ისრაელის თავდასხმები მაგალითად დრონების ან ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა ზუსტად დადგინებას ვინ აკეთებს ამას და უფრო მარტივი იყო სწორედ ტერორისტული ასეთი ან აგენტურული ქსელის მეშვეობით ამის გაკეთება მოკლედ. ამიტომაც, იმიტომ რომ იქ აქვს ეს საშუალება, ისრაელში ეს ტერიტორიაზე არ აქვს და იქ ჰამას უჭერს მხარს, აქ თვითონ შეეძლო ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული გავლენის საშუალებით ამის განხორციელებას. სწორედ ამიტომ პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ვითარება რჩება საკმაოდ რთულად, ქურთების მიმართულებითაც გასაგებია. მოდით ახლა საკმაოდ ასე ვთქვათ, საინტერესო არის მიმოვიხილოთ ამ მომენტისთვის რა ხდება საომარ მოქმედებების კონტექსტში. გეტყვით, რომ ფრანგული ავიამზიდი
შარლ დე გოლი, ეს არის მათი ერთადერთი ავიამზიდი, რომელთანაც ერთად ორი ფრანგული გემი, ერთი ესპანური, ერთი ჰოლანდიის, ერთი იტალიის, მიემართება კიპროსისკენ და უკვე გაიარა ჰიბრალტარის სრუტე, ბალტიის ზღვიდან მოდიოდა და ჰიბრალტარის სრუტეს გავლით უკვე მიემართება კიპროსისკენ, სადაც უნდა ჩაერთოს კვიპროსის დაცვის ოპერაციაში. ირანის მიმართულებით დარტყმები გრძელდება ისრაელის მიერ საკმაოდ აქტიურად, განსაკუთრებით სამიზნეარი თეირანი, ასევე რეგიონებშიც არის დარტყმები, მათ შორის ისპაჰანში, ქომში და ასე შემდეგ, ურმიაში და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ინტენსიურობა საკმაოდ დაკლებულია ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმების ისრაელზე 90%-ით დაახლოებით და კი არის ჯერ კიდევ, კი იქნება სხვა დროსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისრაელიდან მაყურებელიც დაადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვნად არის დაკლებული ეს თავდასხმების რაოდენობა. ეს გამომდინარეობს მარტივი მიზეზიდან, რომ ბალისტიკური რაკეტები, რა თქმა უნდა, ირანს ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ გასროლის ეს საშუალებები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ანუ ბალისტიკურ რაკეტას თავისი გამსროლი დანადგარის გარეშე ვერ გამოიყენებ. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ დილიდან მთელი ღამის განმავლობაშიც ხო, თავდასხმები გრძელდებოდა ირანის მიერ საამიროების მიმართულებით, თუმცა საერო თავდაცვა ეფექტურად მუშაობდა და პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი დაზიანებები ახლა არ არის. ქათარის მიმართულებითაც იყო საკმაოდ მცირე დარტყმები, ძირითადი დარტყმები მოვიდა ასევე ბაჰრეინზე, სადაც რამდენიმე სერიოზული დარტყმა განხორციელდა მანამაზე, მათ შორის სასტუმროს დაზიანება მოხდა. დარტყმები გრძელდებოდა ერაყის ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, როგორც ქურთისტანის ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში და ცენტრალურ ბაღდადის ნაწილშიც, ქუვეითშიც იყო საერო თავდაცვა მუშაობდა. სირიაში დრონი დაეცა ერთ-ერთი, რომელიც დრონი მოდიოდა სირიის გავლით და იქ გაანადგურა ისრაელმა ჰოლანდის მაღლობლების მიმართულებით. კიდევ ერთი მიმართულება არის იორდანია, სადაც ბალისტიკური რაკეტა მოდიოდა იორდანიის თავზე და იორდანიის საერო მის ჩამოაგდო. ისრაელში იყო პრინციპში რამდენიმე დაბომბვა ცენტრალურ რაიონში, ახლა ძირითადი სამიზნე არის სწორედ თელ-ავივის რაიონი და კვიპროსზე იყო განგაში, თუმცა როგორც ჩანს, არაფერი არ მიუახლოვდა კვიპროსს რეალურად. ასევე უნდა ვთქვათ, ლიბანის მიმართულებით რა ვითარება არის. სახმელეთო ოპერაცია გაფართოვდა და პრინციპში ვხედავთ, რომ განსაკუთრებით გაფართოებული არის ზედა გალილეის მიმართულებით, განსაკუთრებით აი ესე იგი ქალაქში, რომელსაც ქვია მეტულა, ებრაული ქალაქი არის ყველაზე ჩრდილოეთით, იქედან უკვე გაღრმავებული არიან კონკრეტულად ჰოლანდის მაღლობლების მიმართულებითაც კირიათ შმონას რაიონში, აი უფრო სწორად რო ვთქვათ, დიდი ქალაქი კირიათ შმონას მიმართულებით არის სწორედ ეს სამხედრო მოქმედებები. დარტყმები გრძელდება საკმაოდ მასშტაბური ისრაელის მიერ, ისევე როგორც დარტყმები გრძელდება კონკრეტულად პრინციპში ბეირუთის იმ უბანზე, სადაც ცხოვრობენ სწორედ და არიან ჰამასი არის განლაგებული, უკაცრავად ჰეზბოლა, ჰამასის სხვაგან არის ჰეზბოლა და ჰეზბოლას მიმართულებით ასევე სწორედ სამხრეთ ირანში, ლიბანში გრძელდება ეს სამხედრო მოქმედებები. ერთი კონკრეტული ასევე საინტერესო ინფორმაცია არის, რომ ისრაელმა დარტყმა მიაყენა ღაზას მიმართულებითაც, ჯაბალიას კონკრეტულად, ეთყობა იქ გარკვეული ჰამასის აქტიურობა იყო, თუმცა სავარაუდოდ საკმაოდ მცირე ზომის ესე იგი მოქმედებები. საბოლოო ჯამში ასეთია ვითარება საკმაოდ რთული, საკმაოდ დაძაბული, მნიშვნელოვანი განვითარებებით. რა თქმა უნდა, ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფრთხილად და ასევე მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო. გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და გაწევრიანდეთ არხზე. შევხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.